ნინო გურჯანაძესთან გადავდივართ დემოკრატიული მოძრაობა საღამოშიდობის საკავატო ნინო მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის აი რა ოპერა დაგხვდებათ პარლამენტში თუ კი იქ შეხვალთ და შეხვალთ სოლიდური ძალით რა სელით რა სპექტრს ელით თქვენს თანამოაზრეებად ან თქვენს მოწინააღმდეგეებად იცით უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის და გეტყვით რომ მე არც განვიხილავ შესაძლებლობას თუ შევალ ჩვენ ნამდვილად შესული ვართ პარლამენტში მე ძალიან კარგად ვიცი ჩვენი ამომრჩევლის განწყობა გუშინ დავასრულე მე საქართველოში შეხვედრები მთელ საქართველოში მქონდა შეხვედრები როგორც ქალაქებში ასევე სოფლებში მათ შორის პატარა სოფლებშიც კი და ვიცი რომ ადამიანები ძალიან ინტენსიურად უჭერენ მხარს იმ პროგრამას, იმ უბლოკო სტატუსს და იქედან გამომდინარე შედეგებს, რასაც ჩვენ უბლოკო სტატუსიდან ველოდებით და ადამიანები იმედით უყურებენ ჩვენი პარლამენტში ყოფნას. რაც შეეხება რას გავაკეთებთ პარლამენტში, ნამდვილად ყველაზე ეფექტური გუნდი ვიქნებით, ნინო შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რა ჭირდება ქვეყანას და ამავდროულად ზუსტად ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ. მე ვიცი რა არის გასაკეთებელი, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ესე ვთქვათ, საერთაშორისო არენაზეც და საშინაო ასპარეზეც და ნამდვილად შევეცდებით, რომ გარდამტეხი როლი ვითამაშოთ საქართველოს პარლამენტში. ვინ გესახებათ თქვენს თანამოაზრეებად ასეთები თუ იქნებიან ან ვიზე მუშაობა მოაქცევს თანამოაზრეებად კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს ძირითადად გულისხმობ თანამოაზრეობას იმ თავარი გზავნილის პუნქტში რომელსაც თქვენ ბოლო პერიოდი ამბობთ და იმეორებთ ეს არის უბლოკო სტატუსი იცით რა შეენინო საქმე ახლა თანამოაზრეობას და თანამშრომლობას რა თქმა უნდა გამოვრიცხავთ ნაციონალურ მოძრაობასთან, იმიტომ რომ აბსოლუტურად პრინციპულია ჩვენი განსხვავება ნაციონალური მოძრაობის ხედვებთან, მათ ფასეულობებთან, თუ შეიძლება მათ საერთოდ რაიმე ფასეულობები ჰქონდეს და მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მინიმალური მხარდაჭერა ექნება ნაციონალურ მოძრაობას, ასე რომ მოსახლეობას არ აქვს იმისი პრობლემა, რომ აირჩიოს ოცნებებსა და ძალადობას შორის ნაციონალურ მოსახლეობას ნამდვილად შეუძლია არჩევანი გააკეთოს მესამე ესე ვთქვათ არჩევანის სასარგებლოდ ამ შემთხვევაში შემოხაზოს 3 ნომერი და ნამდვილად ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა რომ ამოვიდეთ ჭაობიდან გავაქროთ ჩვენი ქვეყნის გულიდან მავთულხლართები ეკონომიკური პრობლემებიც მოვაგოროთ და ძალიან ბევრი რამ გავაკეთოთ რაც შეეხება ვინ შეიძლება იყოს თანამოაზრე ვერ გეტყვით ახლა მე ნამდვილად ვერ ვიმარჩიელებ იმიტომ რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისე ეშინიათ ეგრეთ წოდებული პრორუსული იარლიყის მიწებების და ისე ეშინიათ რომ რუსეთთან დაკავშირებული გონივრული სიტყვაც კი გამართულად თქვან რომ მე მიჭირს ახლა იმის პროგნოზირება ვინ რა პოზიციას დაიკავებს თუმცა გარკვეული მეტამორფოზებიც დავინახე ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს შორის როდესაც შევხედე მათ კომენტარებს ან მოვისმინე მათი კომენტარები მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მართალია ძალიან უჭირდათ ამ სიტყვების თქვა მაგრამ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე რომ რუსეთთან ურთიერთობები დასარეგულირებელი და მოსაწესრიგებელია. არ აქვს ამას ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა, თუ გაბედავენ ადამიანები ქვეყნისთვის და მათთვის იქნება კარგი. თუ ვერ გაბედავენ, მე იმედი მაქვს რომ ჩვენ გვექნება იმდენად სერიოზული მხარდაჭერა, რომ შევძლებთ რეალურად მართლაც გავიტანოთ ის საკითხები, რასაც ქვია ქვეყნის უბლოკო სტატუსი, მე საერთოდ არ მესმის. როგორ შეიძლებოდა ამ საკითხის არ განხილვა სერიოზულად სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან იმიტომ რომ ჩვეულებრივ ადამიანებს, აი არაპოლიტიკოსებს, სოფლებში, ქალაქებში არაჩვეულებრივად ესმით, რომ უბლოკო სტატუსი არის საქართველოს გადარჩენა, რომ ქვეყანაში სადაც უკვე დგას ერთი სახელმწიფოს ჯარი, არ შეიძლება ნატოზე და მეორე სახელმწიფოს ჯარი შემოყვანაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს გახლიჩავს ქვეყანას. ეს თუ ესმის ქედაში, ხელვაჩაურში, ლაგოდეხში, იგივე სამეგრელოში თუ იგივე იმერეთში თუ გურიაში გლეხს, რატომ არ ესმით ეს პოლიტიკოსებს? მაგრამ არ უნდათ უბრალოდ ამის გაგება. დიახ, უბლოკო სტატუსი არის ერთადერთი განმასხვავებელი ყველა სხვა პოლიტიკური ძალის კონცეფციებისაგან. ჩვენ ნამდვილად განსხვავებული პოლიტიკური ძალა ვართ, ნინო, იმიტომ რომ ვერც ერთმა სხვა პოლიტიკოსმა, ვერც ერთმა ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ვერ თქვა ღიად, რომ დიახ, მე ჩავალ რუსეთში და დაველაპარაკები რუსეთის ხელისუფლებას. ზოგმა თქვა ვაშინგტონიდან დაველაპარაკები, ზოგმა თქვა ბრიუსელიდან დაველაპარაკები, ზოგმა თქვა საერთოდ არ დაველაპარაკები. მე არ მეშინია იმის თქმის
რეფორმის დიახ ხალხის მანდატის მოპოვების შემთხვევაში მე რა თქმა უნდა დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, სამხრეთშიც ყველგან მექნება მცდელობა იმისა, რომ საქართველოს მეგობრები შემოუკიცო და გაუმრავლო, მაგრამ აუცილებლად ჩავალ რუსეთში და მოვაგვარებ პრობლემებს. აი, შემდეგი შეკითხვა, რომელიც ყველა კონკრეტული დაპირების შემდეგ დავსვი, არის როგორ? ერთი არის უბლოკო სტატუსის ჩაწერამდე მისვლა, თუ კი თქვენ ამას შეძლებთ და მეორე ამის შემდეგ ქვეყნის დეოკუპაცია. არსებობს თუ არა იმისი რაიმე საფუძველი, რომ თქვენ ახლა აუდიტორიას უთხრათ, რომ უბლოკობა უკვე ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 4 წლიანი ვადის ფარგლებში სოლიდური ცვლილებების განხორციელებას ამ მიმართულებით. არა, უკაცრავად, მაგრამ მე რომ თქვა, რომ ავტომატურ რეჟიმში უბლოკო სტატუსის გამოცხადება რამეს ნიშნავს, ეს უბრალოდ არასერიოზული იქნება ჩემის მხრიდან. ავტომატურ რეჟიმში არაფერი არ ხდება, ნინო. ყველაფერს ჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა, ყველაფერს ჭირდება მაღალი კომპეტენცია, ყველაფერს ჭირდება სერიოზული გამბედაობა, პროფესიონალიზმი და სერიოზული მოლაპარაკებები. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ მოსახლეობა მე მომცეს ეს მანდატი და ჩემს თანაგუნდელებს, იმიტომ რომ ეხლა მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია სიმართლე გითხრათ, არ მინდა ეხლა ნაკლებ თავმდაბლობაში ჩამომერთვას, მაგრამ გადახედეთ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც ყველას თავისი პლუსები და მინუსები ბუნებრივია გვაქვს, მაგრამ რომელ ლიდერს და რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს იმისი რესურსი, გამბედაობა და პროფესიონალიზმი, რომ ამ თემებზე რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას ელაპარაკოს, ეს კითხვა ძალიან მარტივად შეუძლიათ ადამიანებმა თავის თავს დაუსვან. დიახ, მე მოლაპარაკების გზით ძალიან სერიოზული შრომის გზით ამას აუცილებლად მივაღწევ. ეს არ არის მარტივი პროცესი, მე არასოდეს არ მომიტყუები ამ ურჩეველი და არც ახლა არ ვატყუებ, ადამიანებმა ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა მიღწეული იქნება უვიზომი მოსვლა რუსეთთან, შემდეგ ამ პარალელურად იქნება სრულყოფილი გახსნა რუსული ბაზრის, რაც არის ჩვენი ეკონომიკის ამოსუნთქვა ელემენტარულად, გლეხის ამოსუნთქვა, რაც ნიშნავს პენსიების მომატებასაც, რაც ნიშნავს უმუშევრობის შემწეობასაც და უმუშევრობის შემცირებასაც, რაც ნიშნავს დედის ხელფასის დანიშვნას, რაც ნიშნავს გადასახადების შემცირებას, ნიშნავს ახალი საწარმოების გახსნას და ძალიან ბევრ სხვა რამეს, იმიტომ რომ როცა არ არის გასაღების ბაზარი, ეკონომიკა ვერ მუშაობს, ეს არის 2x2 4. ჩვენ ფინალში ვართ, ძალიან მოკლედ მინდა მიპასუხოთ იმ შესაძლო საფრთხეებზე, რაც შეიძლება ხვალინდელ დღეს ახლდესთან, წინაპირობა დღეს და გუშინ ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა, გუშინ წინ ნახეთ ძლიერი აფეთქება კონკრეტული დეპუტატის მანქანაში, ეგზიტ პოლებს ველით ხვალსაღამოს ორ სხვადასხვა ეგზიტ პოლს და ჩვენ აუდიტორიას აქ მინდა უთხრა, რომ ჩვენ ყველაფერს ამ ერთ ეკრანზე მოვაქცევთ და მათ შეუძლიათ ნახოთ ყველა სხვადასხვა მოსაზრება და ეგზიტ პოლი, რომელიც სავარაუდოდ ერთმანეთთან იქნება სრულიად აცდენილი, მაგრამ მე თქვენთან რა კითხვა მაქვს? ელით თუ არა ეგზიტ პოლის გამოქვეყნების შემდეგ, აი სავარაუდოდ დიდი სხვაობის შემდეგ, რომელიც ამ ეგზიტ პოლებზე დაიდება, ეგზიტ პოლების შედეგად დაიდება, რაიმე ექსცესებს, რაიმე გართულებებს, ქუჩის აქციებს, რევოლუციურ სცენარებს. ნინო, პირველ რიგში ბოდიში მინდა თქვენს და ტელემაყურებელსაც მოვუხადო, თუ ზუსტი, ესე ვთქვათ, პასუხი არ იქნა თქვენ შეკითხვაზე, იმიტომ რომ ძალიან წყდებოდა ხმა და შეიძლება რაღაც გამომჩა თქვენ შეკითხვაში, თუმცა ვფიქრობ ძირითადი მიმართულება შევძელი რომ აღმექვა. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი არის დამოკიდებული ამ მომრჩეველზე. თუ ადამიანები გამოვლენ, ძალიანი აქტიურებენ, როგორც ეს იყო 2012 წელს და მე იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ უმრავლესობა სამ ნომერს შემოხაზავს, მაგრამ ვინც არ აპირებს სამი ნომრის შემოხაზვას, ისინიც უნდა გამოვიდნენ, რომ მათი ბიულეტენების გამოყენება არ მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რისკი იმისა, რომ რაიმე დესტაბილიზაცია იქნება, არის მინიმალური. ნამდვილად ხალხშია ძალა ძვირფასო მეგობრებო და თქვენ ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგიძლიათ, როდესაც ადამიანები აქტიურობთ და პასიურად არ უყურებთ თქვენი ქვეყნის მომავალს. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ სტაბილური დღე იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნების სტაბილურად ჩატარებას ჩვენ შევძლებთ, იმიტომ რომ არ აქვს იმ ძალას რეალურად ხალხის მხარდაჭერა და სერიოზული არეულობის შემოტანის რეალური შესაძლებლობა, რომელიც ამით ძალიან გვაშინებს. თუმცა რა თქმა უნდა გამორიცხული არ არის, იმიტომ რომ ნამდვილად მავნებლობა შეუძლიათ. რაც შეეხება ეგზიტ პოლებს, ნინო, მე დღეს მქონდა შეხვედრა სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან და გაუცებელ
დაუმსახურებულები არიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, რატომ აქცევთ საქართველოში ასე დიდ ყურადღებას წინასაარჩევნო კვლევებს და ეგზიტ პოლებს? ეგზიტ პოლებზე საერთოდ არ ესმით, რატომ კეთდება ასეთი აქცენტი? იმიტომ რომ ნორმალურ ქვეყანაში ეგზიტ პოლი კი არ არის მთავარია არჩევნების შედეგები, ასე რომ მე ზუსტად ვიცი, რომ ეგზიტ პოლებში ხვალ ისევე გაგვიყალბებენ ეგზიტ პოლებში და არა არჩევნებში. ისევე ესე ვთქვათ არასწორ ციფრებს დაწერენ, როგორც ეს სხვადასხვა კვლევებში იყო, იმიტომ რომ მიჩვეული ვართ, რომ 10 ჯერ ნაკლებს გვიწერენ ყველგან, ვიდრე სინამდვილეში გვაქვს, ესე იყო საპარლამენტო ადგილობრივ არჩევნებზეც და საპრეზიდენტო არჩევნებზეც. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ეგზიტ პოლებს არავითარ ყურადღებას არ მივაქცევთ, რაც შეეხება ხმებს, ძვირფასო მეგობრებო, ერთს ვიტყვი ნინო უკაცრავად, ჩვენ ყავს ამჯერად განსხვავებით წინა არჩევნებისაგან კომისიის წევრები, ყავს დამკვირვებლები, რომლებსაც ვერავინ ვეღარ გამოყრის უბნებიდან, ჩვენ ყველა სამიანს დავიცავთ, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის წარმომადგენლები შემოხაზავენ, ასე რომ გთხოვთ, რომ მობრძანდეთ არჩევნებზე, შემოხაზოთ 3 ნომერი და ხმა მისცეთ ქვეყნის განვითარებას, გამთლიანებას და ეკონომიკურ სიძლიერებას. წარმატებები ქალბატონ ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი იყო ჩვენთან რუიანში.